და ჩვენ რაღაც ქსენოფობიურ განწყობებს ვაღვივებთ, ძალიან მარტივ და ლოგიკურ რაღაცას ვხსნით. ყველა ინვესტიცია ცხადი არ არის ცუდი და მე მაგალითად ნებისმიერ კაპიტალის შემოსვლას მივესალმები, მაგრამ თუ ეს კაპიტალი სulis ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ ბალანსს, ასეთ ინვესტიციას მე ვერანაირად ვერ მივემხრობი და მე დარწმუნებული ვარ თქვენი ამომრჩეველის ამ აზრზე. რაც შეეხება რაღაც იურიდიულ ბერკეტებს და ბალანსებს, რომელიც თითქოს და ამ საკითხებს მოაგვარებს და დააბალანსებს, პირველ რიგში ჩვენი კანონმდებლობა საიმიგრაციო კუთხით დასახვეწია, უკიდურესად ლიბერალურია, მაგალითად მოვიყვან კონკრეტულ ინფორმაციას, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე $100,000 ღირებულების უძრავ ქონებას იყიდის საქართველოს ტერიტორიაზე, მას კანონმდებლობით აქვს უფლება მოითხოვოს ბინადრობის ნებართვა. ბინადრობის ნებართვის საფუძველზე მას ავტომატურად აქვს უფლება მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.